არამცოცავ ოკუპაციას ამ სლოგანით რუსეთის ყოფილ საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოფელ დიცთან და დვანთან რუსი ჯარისკაცების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის ფაქტი გააპროტესტეს და როგორც ქვეყნის მთავრობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს. დღესვე ანალოგიური შინაარსის აქცია სოფელ დიცშიც დაიგეგმა, რომელიც სავარაუდოდ შაბათს 1 ივნისს გაიმართება. ძალიან ცუდი ვითარებაა, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ოკუპირებული ქვეყანა და თან ამასთან ერთად ოკუპანტი ესე ღიად და აშკარად წევს საზღვრებს უფრო და უფრო წინ და ძალიან სავალალო და შემაშფოთებელია კიდევ ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ზოგადად აპროტესტებს და ესე იგი მასიურად აქვს პროტესტი იმის თაობაზე, რომ 20 ადამიანი გვართმევს ქართველობას და ქოლავენ ქვებით და ესეთ ფაქტზე გამოხმაურება არის ესეთი მცირე. რაც შეიძლება ბევრმა საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა შეიტყოს ამის შესახებ და შესაბამისი რეაქცია იყოს მათი მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობას შევახსნათ, რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაზე ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დააფიქსირონ. მე პირადად მოვედი იმის გასაპროტესტებლათაც, რომ აი ეს არის ფაქტი იმისა, რომ არ მოქმედებს არავითარი დადებითი მესიჯები რუსეთზე. ის აუცილებლად მიაქვს მას თავის